რატო უნდა დაალიო ლიმონიანი წყალი ყოველდღე? იმიტომ სასარგებლოა. მაგრამ რაშია სასარგებლო? ისტორიულად სვამენ, ხან არა სვამეს ადამიანი, ჯოგი ეზარება, ყოველდღე ლიმონიანი წყალი როგორ უნდა დაალიო? იმიტომ უნდა დაალიო, ახალი კვლევება მეგობრებო, თაგვების დაალევინე ლიმონიანი წყალი. რომელი თაგვი სვამდა ლიმონიანი წყალი ყოველდღე 3 კვირით მეტი ისოცხლა, რომელი თაგვი არა სვამდა ლიმონიანი წყალი. ანუ ასაკის საწინააღმდეგოც არის. შედის ანტიოქსიდენტი, C ვიტამინი საერთოდ ასაკის საწინააღმდეგოა. C ვიტამინის ნაკლებობა როცა გექნება, კოლეგენი ვერ გადამუშავდება და ადამიანის ძვლები უფრო მალე ბერდება და სახეძეც უფრო მალე მოვა ნაოჭები. ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ ასაკის საწინააღმდეგოა ლიმონი, იმიტომ უნდა დაალიო ლიმონიანი წყალი. თაგვის ექსპერიმენტი რაშუაში ადამიანის ზამთრობასთან. ჯერ თაგვებში კეთდება, მერე ისევე ესე ადამიანზე კეთდება და იმიტომ ბუნებრივი მედიცინაში, აიურვედაში, ტიბეტური მედიცინებში, ყველა იმაში არის ლიმონი, იმიტომ უნდა დაალიოთ, რომ საუკეთესოა ადამიანი, ვისაც აქვს გაცხიმიანებული გვიზლი. ყოველდღე ლიმონის დალევის შემთხვევაში ნელ-ნელა გაცლება ცხიმი გვიზლიდან. მაგრამ იქ მარტო ლიმონიანი წყალი არ ყოფნის, იქ ნახშირის კლების რაოდენობა უნდა შეამჩირო, ცხიმის რაოდენობა უნდა მოუმატო და ყველა საჭმელის წინ ჩემი კვება ხო არის ბოსტნეული ჭამა და 3 თვეში სასწაულის შედეგი არის მეგობრებო, ბევრი ადამიანმა მომწერა, წონა დაიკლო, ცხიმი გვიძლიდან წავიდა, წნევები დარეგულირდა. იმიტომ ლიმონიანი წყალი დაალიე ყოველდღე, თან კვებაც გაასწორე და კვება როგორ უნდა გაასწორო, ჯერ ბოსტნეული ჭამე, მერე ჭამე საჭმელი და არ დაგავიწყდე ყოველდღე 6000 ნაბიჯის ლიმონიანი წყალი დაეხმარება ნაგველას, რომ კარგად იმუშაო და ნაჭამი ცხიმები, ადამიანის შემთხვევითაც ჭამს ცუდი ცხიმები. ჯოგი ჭამს, იცის რომ ცუდია ცხიმი, ის ცუდი ცხიმი. ჭამს, ნახშირის კლები ჭამს და ნაგველიდან იმ ცხიმის წმენდა კარგად არ ხდება და მერე გადადის მომატება ცუდი კოლესტერინის. ლიმონიანი წყალი დალევის შემთხვევაში კარგად გადაამუშავებს ის ნაგველა და კარგად გატკდება, გადამუშავდება, მეტაბოლიზმი კარგად იქნება და ცუდი კოლესტერინი არ მოემატება, ან თუ მომატებულია, შემჩირდება. ცნობილი წონის დაკლებაში. პირდაპირ წონის დაკლებასთან კავშირი არ არის ლიმონი, მაგრამ ლიმონის დალევის მერე ნაჭამის საჭმელი დან თქვენდო ჭამს ნახშირის წყლები, როგორც მუშაობს ვაშლის ძმარი, იგივე აკეთებს ლიმონიანი წყალიც. ნელ-ნელა გადამუშავდება სიცხლში შაქარის დონე და როცა ეს პროცესი ნელ-ნელა ხდება, იმ დროს ინსულინის რეზისტენტობა არ არის. ინსულინი არის სენსიტიური, კარგად გადამუშავდება და ინსულინი ადამიანმა თუ კარგად გადაამუშავა თავი კვები გამომდინარე, ადამიანი არ გასუხდება. და დიაბეტიანი ადამიანისთვის რომ მართლა ლიმონი ერთ-ერთი სასწაული რაღაცა, რომ ყოველდღე უნდა დაალიო. და გინდა დიაბეტი არა გაქვს, მაინც 2 ლიმონი, დღეში აი ესეთი პატარა 2 ლიმონი არის დაახლოებით ადამიანს თელი დღე, რასაც C ვიტამინი ჭირდება, იმდენი 2 ლიმონში შედის. თქვენ დანამატი არ დაგჭირდება. კიბოს საწინააღმდეგო. როგორც წონის დაკლებაში, პირდაპირ ეხლა კიბოს უჯრედებს არ კლავს ლიმონი. მაგრამ იმ პროცესი, სადაც იბრძოლება ადამიანი კიბოს დავადებას, C ვიტამინის გარეში ბრძოლა არ გამოვა. და C ვიტამინის ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე იაფი საშუალება არის ლიმონი. ყოველდღე შეგიძლია ლიმონიანი წყლის დალევა. ფირკმელებში ქვები რო არის მეგობრებო, ოქსილეტები ჭამს ადამიანი. თხილეულში შედის ოქსილეტები. ჯოგი მწვანე
ფორთოლიანი ბოსტნეულში შედის. ეს პანახი იმაშიც ოქსილეტები შედის. იმ ოქსილეტებს კრეფავს ერთად და გარეთ მოყავს ციტრუსი, ლიმონი. და თუ ადამიანი სვამს ყოველდღე ლიმონიანი წყალი, ძალიან შემჭირდება, რომ იმ ადამიანს შევხვდე თირკმელებში კენჭები ან ქვები. ბოლოს იმუნური სისტემას აძლიერებს ლიმონი, იმიტომ აქ შედის C ვიტამინი, რომელიც ყველამ იცის, წემი თქმა აქ არ უნდა, რომ იმუნიტეტის სისტემას აძლიერებს C ვიტამინი. და ორი ცალი თქვენ რომ ყოველდღე დალევს, იმუნური სისტემა რა თქმა უნდა გაძლიერდება, მაგრამ შეცდომა აქაც ადამიანი ჭრის, გაწურავს და ამას ეს კანი რო არის და კანის შიგნით ეს თეთრი რაღაცები რო არის, ამას კრის ნაგავში, არა მეგობრებო. ეს ლიმონი სოდიანი წყლით ყოველდღე ორი ცალი კარგად გარეცხის მერე დააბლენდერე კარგად, ერთად დააბლენდერე, მერე თუ ძევი დარჩება ის ნალექი, იმას კარგად გააწურე და ისე დალიე. და ლიმონათის გაკეთება თუ გინდა, რო გიყვარს, მაღაზიაში ლიმონათები რო იყიდება შაქარით სავსე. ბუნებრივი ლიმონათი გამოვა, გააწურე კარგად, სტევია დაამატე 1-2 წვეთი სტევია, ბავშვებს დაალევინეთ ბუნებრივი. რო არ გაგასუქებ და მავნენი ფთირება რო არ შედის. მაღაზიაში რო კიდულობს ლიმონათები, ის ლიმონათი არ არის, ეს ფხნილია ის. სადაა იმდენი ლიმონი და ცხალი, რო ბოთლებში, არა მეგობრებო, შაქარია. აგე ბუნებრივია, ლიმონი, გააწურე, სტევია და ნახე როგორი გემრიელი იქნება. ყოველთვის იქავი ჯანმრთელი და ბედნიერი და თუ მოგწონს კონტენტი და ინფორმაცია, გააზიარეთ მეგობრებში და არხის გამოწერა უფასოა მეგობრებო, იცი თქვენ? არხის გამოწერა არის უფასო. დააწყაპე და ეს ძარი რო არის ზევით, იმასაც დააწყაპე, რომ ახალი ვიდეოს შეწყობინება თქვენამდე მოვიდე. კარგად და ბედნიერად.